ეს არის მოკლე მიმოხილვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებსა და ზოგადად მის მნიშვნელობაზე. კი ბატონო, ბოლო თამაშები ესპანეთთან, თურქეთთან ცოტა გულდასაწყვეტი იყო, ხო? 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე. მაგრამ მოდით ცოტა სხვანაირად შევხედოთ და გავიხსენოთ, რატომ ვართ ამ ბიჭების და მწვრთნელის მადლიერები მაინც. პირველი ის, რომ ამ გუნდმა იცით, მოლოდინების შეცვალა რა. დაგვანახა, რომ შეუძლებელი თითქოს არაფერია. ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ხო წარმოგიდგენიათ? და იქაც ხო არ გავჩერებულ ვართ? პორტუგალიას მოუგეთ და მერვედ ფინალში, ანუ პლეი-ოფში ვითამაშეთ. მეორე, ამ ნაკრების თამაშმა თუნდაც მამარდაშვილის სასწაულის სეივები გავიხსენოთ ან კვარას გარღვევები. მთელი ქვეყანა გააერთიანა რაღაცნაირად. ფეხბურთის რწმენა დაგვიბრუნა ყველას. და ბოლოს, და ძალიან მნიშვნელოვანი, მომავლისთვის დატოვეს კვალი. ამათმა წარმატებამ ხო უამრავ ბავშვს საუნთო თვალებში ცეცხლი რო ფეხბურთზე იარონ. ოცნებობენ ახლა რო თვითონაც მოირგონ ეგ ფორმა. და ეს ხო იცით, რამხელა რამეა ქართული ფეხბურთისთვის. მოკლედ, რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს ახლა, ეს ნაკრები უკვე ისტორია, რომელმაც თაობები შთააგონა, ქვეყანა გააერთიანა და ნამდვილად იმსახურებს ჩვენს მადლობას და მტკიცე მხარდაჭერას.